ბატონო არჩილ, მოგესალმებით, ვიმყოფებით საბურთალოზე, კერძოდ კი მარაკანას ძალიან მშვენიერ სტადიონზე. დასრულდა რამდენიმე წუთია მატჩი თბილისის ინტერი, თბილისის ბასკი და აი ამ მატჩის პერიპეტიები რო აი ამის შესახებ რო ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ორივე გუნდი მიმართული ასე ვთქვათ შეტევაზე და ვიხილეთ ძალიან კარგი თამაში საერთო ჯამში. თუ შეიძლება რომ ბრძანოთ პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ტურნირის ორგანიზატორებს, ასეთი მშვენიერი ტურნირისთვის. ჯიგრები ხართ, ბრავო, ასე გააგრძელეთ. მათს რა შეეხება, საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, ჩემმა ბიჭებმა გაიმარჯვეს, მოწინააღმდეგე ბიჭებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ, წარმატებას უსურვებ როგორც მათ, ასევე ჩემებს. და ტურნირში მონაწილე ყველა ბავშვს და გუნდს. დიახ, ბატონო არჩილ, აი თქვენმა გუნდმა რა თქმა უნდა ითამაშა ალბათ უკვე, ხო? მშვიდობის თასი მე-13-ად იმართება, ძალიან პოპულარული ტურნირი გახლავთ და ძალიან კარგ წლებს ითვლის უკვე, ხო? მე-13-ად მიდის ეს ტურნირი და აი ვის შევხვდით, თუ შეიძლება რომ მოკლედ რომ ბრძანოთ და სამომავლო გეგმებიც ძალიან კარგი იქნება მაყურებლისთვის. ბასკის. შევხვდით, ბევრ თბილისურ კლუბებს შევხვდით, მაგრამ ეხლა ესე კონკრეტულად ვიღაცის გახსენება რთულია. მომავალ გეგმებს რაც შეეხება. მოდი ამას რეკლამის შემდეგ შეგატყობინებთ. რაღაც გეგმები გვაქვს რა და მე ნელა გეტყვით. ეხლა ამ მომენტში ამაზე სალაპარაკო მზად არ ვარ. დიახ, თქვენი მიზანი რა არის კონკრეტულად აი მშვიდობის თასზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და თქვენი მიზანი აი მაქსიმუმი რა იქნება? ძალიან კარგი გუნდია, აღვნიშნავ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად წარმართა მატჩი თბილისის ბასკიმ და დაიმსახურა ხო ამ გუნდმა მოგება და აი თქვენი მიზანი ხო მშვიდობის თასზე თუ შეიძლება რომ ბრძანოთ? მიზანი რაღაც კონკრეტულ მატჩზე აქცენტი არა გაკეთებული, მთავარი არის რომ გუნდმა რამდენ მატჩსაც ჩაატარებს, სწორი ფეხბურთის თამაში შეძლონ და ამ ყველაფერს მივყვებოდეთ ჩვენს რა რომ უკეთესად განვითარდნენ ბავშვები სწორი მიმართულებით. ეგ არის და ეგ. დიახ, ბატონო არჩილ, აი რაიმეს ხო არ დაამატებდით, აი თქვენ რაიმის თქმა ხო არ გნება? არაფერს არ დავამატებდი. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გაიხარით.